დაპირისპირება ამერიკის პრეზიდენტსა და მისი გუნდის უკვე ყოფილ წევრს შორის მსოფლიო მედია ტრამპისა და მასკის საჯარო ურთიერთბრალდებების და უთანხმოების თემამ მოიცვა. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებიდან მალევე დაწყებული დაპირისპირება ყოველდღიურად სულ უფრო ღრმავდება. ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაგუნდელი ახლა ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვს. მეტიც მასკი ამტკიცებს, რომ თეთრი სახლის ლიდერი არასრულწლოვანთა ტრაფიკინგისთვის გასამართლებული ამერიკელი ფინანსისტის სკანდალური საქმის მასალებშიც ფიგურირებს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესპუბლიკელების ყველაზე დიდი პირველი წერს, რომ ტრამპი მისი დახმარების გარეშე ვერ გაიმარჯვებდა. ამერიკის პირველი პირი იმედგაცრუებულია, დაპირისპირება კი საბიუჯეტო ხარჯებისა და გადასახადების შესახებ კანონპროექტის გარშემო დაიწყო, რასაც მას კი მწვავე აკრიტიკებს. ამერიკის პრეზიდენტი ბიზნესმენის განაწყენებას ელექტრომობილების მანდატის შემცირების გადაწყვეტილებით ხსნის. ზუსტად ერთი კვირის წინ ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან მიმავალ ილონ მასკს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი გადასცა როგორც გამორჩეულ ადამიანს, რომელმაც ამერიკის ბიუჯეტის დაზოგვაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციიდან მასკის წასვლა არც ისეთი უხმაურო აღმოჩნდა. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი და ტექნოლოგიური მაგნატი საუკეთესო მეგობრებიდან მტრად იქცნენ, რაც პრინციპში მოულოდნელი და გასაკვირი არავისთვის ყოფილა. დაპირისპირების მიზეზი რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა გახდა სახელწოდებით ერთი დიდი მშვენიერი კანონპროექტი, რომელიც ტრამპის მხარდაჭერით სარგებლობს და წარმომადგენელთა პალატამ გასულ თვეში დაამტკიცა. ამჟამად კი სენატშია გადაგზავნილი. მასკი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი მასიურად გაზრდის ისედაც გიგანტურ საბიუჯეტო დეფიციტს და გაუსაძლის ვალად დააწובה ამერიკის მოქალაქეებს. მასკი ასევე აკრიტიკებს დოკუმენტს ელექტრომობილებისა და მზის ელემენტებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირების გამო და სოციალურ ქსელში წერს, რომ კონგრესი ამერიკას გაკოტრებისკენ უბიძგებს. ჩვენ უზარმაზარი ფედერალური საბიუჯეტო დეფიციტი გვაქვს. $1 ტრილიონი დეფიციტი და კიდევ იზრდება. საპროცენტო გადასახადები იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი და ესეც დროსთან ერთად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ თუ არაფერს მოვიმოქმედებთ, თანხა აღარაფრისთვის დაგვრჩება და ეს გამოსაფხიზლებელი ამბავია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა იცოდა შიდა სამუშაოები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. აქ მყოფებზე ბევრად უკეთ. მას პრობლემა არ ქონია და მოულოდნელად პრობლემა შეექმნა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას ვაპირებდით. მესმის მისი, თუმცა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტის შესახებ იცოდა და პრობლემა არ ქონია, ვიდრე არ წავიდა და იხილეთ კიდეც მისი განცხადებებისა ძალიან კარგ რამეებს ამბობდა ჩემზე. ილონ მასკმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ტრამპი პირდაპირ ეთერში საუბრობდა, სოციალურ ქსელში უარყო, რომ კანონპროექტის შესახებ რაიმე იცოდა და პოსტების მთელი კასკადი მოაყოლა. სიცრუეა, ეს კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ ჩემთვის და გვიან ღამით ისე მიიღეს, თითქმის ვერავინ მოასწრო კონგრესში მისი წაკითხვა. შეინარჩუნეთ ელექტრომობილებსა და მზის ბატარეებზე სტიმულების შემცირება და ასევე შეამცირეთ ხარჯების გიჟური ზრდა, რათა ამერიკა არ გაკოტრდეს. ეს დიდი საშინელი კანონპროექტი დეფიციტს $2.5 ტრილიონამდე გაზრდის. ამ პოსტების შემდეგ მასკსა და ტრამპს შორის დაპირისპირებამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა, სადაც დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის დაზოგვის უმარტივესი გზა მასკის კომპანიებთან გაფორმებული სამთავრობო კონტრაქტების გაუქმება იქნებოდა. ილონი გამოიფიდა, მე ვთხოვე წასულიყო, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რაც ყველას აიძულებდა შეეძინა ელექტროავტომობილები, რომელიც არავის ჭირდება. თვეებით ადრე იცოდა მან, რომ ამას ვაპირებდი და გაგიჟდა. არ მწყინს, რომ ილონი ჩემს წინააღმდეგ შემოbrunდა, მაგრამ ეს თვეების წინ უნდა გაეკეთებინა. ეს ერთ-ერთი უდიდესი კანონპროექტია, რომელიც კონგრესს ოდესმე წარუდგენია. $1.6 ტრილიონი ხარჯების რეკორდული და გადასახადების ყველაზე დიდი შემცირებით. თუ კანონპროექტი ვერ გავა, გადასახადების 68%-იანი ზრდა იქნება და ბევრად უარესი რამ მოხდება. მე არ შემიქმნია ეს არეულობა. მე აქ გამოსასწორებლად ვარ. ტრამპის კომენტარებით განაწყენებულმა ილონ მასკმა მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და პრეზიდენტი ჯეფრი ეპშტეინის გახმაურებულ სექსუალურ სკანდალთან კავშირში ამხილა. საუბარია მილიარდერ ფინანსისტზე, რომელიც 2002-2005 წლებში ჩადენილი არასრულწლოვნების სექსუალური ტრაფიკინგის ბრალდებით შეერთებულმა შტატებმა 2019 წელს დააკავა, თუმცა მალევე სიცოცხლე ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა. ნამდვილად დიდი ბომბის ჩამოგდების დროა. დონალდ ტრამპი ეპშტეინის მასალებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი არ გასაჯაროვდა. ბედნიერი დღე, დონალდ ტრამპ.
კანონპროექტს, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას და სახელმწიფო ვალის ლიმიტის $4 ტრილიონამდე გაზარდას ითვალისწინებს, მოწინააღმდეგეები რესპუბლიკურ პარტიაში წყავს. სენატორი რენდი პოლის თქმით, ის მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს, თუ ვალის ლიმიტის გაზრდა დოკუმენტში შენარჩუნდება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპსა და ილონ მასკს შორის დაპირისპირება სასარგებლო არ არის და რომ ეს აშკარად პირადულია. ილონთან არაერთხელ მისაუბრია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. უთხარი, რომ მისი წარმოდგენები კანონპროექტთან დაკავშირებით მცდარია. მას მუდმივად ხარჯვის კანონპროექტს უწოდებდა. ეს ასე არ არის. ეს ბიუჯეტის შეთანხმების კანონპროექტია. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. ხარჯის ისტორიული შემცირებაა. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელთა განხილვაც მსურს, მაგრამ მასთან ტელეფონით დაკავშირება ვერ მოვახერხე. ტრამპსა და მასკს შორის დაპირისპირების ფონზე მასკის კომპანია ტესლას აქციების ფასი 14%-ით დაეცა.